რატო დასჭირდათ იგივე ინტერნეტ სივრცის, Facebook სივრცის გაკონტროლება თქვენი აზრით? ალბათ სიმართლე უფრო დღეს უკვე ნათლად ჩანს უკვე გაატიტულეს სიმართლე ალბათ ამ სოციალური ქსელებით. და იქაც აღარ უნდათ რომ მოისმინონ ეს სიმართლე? რა თქმა უნდა. გვიგრძალეს დგომა, ხო, მანამდე იყო მიტინგების რაღაცები, ის აგვიგრძალეს. ახლა ფეისბუქზე საკმზალავენ და ბლოკავენ და როგორ თქვა, არ ვიცი, ხალხი უნდათ, სხვაზე ვერ ვიტყვი, უნდათ რომ დაგვაჩლუნგონ ალბათ. რას ცდილობს ახლა ამით ქართული ოცნების მთავრობა თქვენი აზრით, როცა ცდილობს Facebook სივრცის გაკონტროლებას? ანუ დამუნჯებას ხალხის, ეს არის 37 წლიანების ტერორი, მეტი არაფერი. ჩემთვის ასია. და ამას მე ხმამაღლავად ცხადებ და ვიტყვი ყოველთვის ახლა რომ ახლა მე ამიკრძალონ რისი თქმა მინდა და აი ვხედავ რომ შავი არის იქ და არა ბატონო თეთრი უნდა თქვა მე ამას ვერ ვიზამ მაპატიონ დღესვე შეუძლია დამაპატიმრონ თუმცა 14 წლიან პატიმრობას გავდივართ ხალხი ჩვენ ეს არის აბუჩათაგდება ადამიანების აბა არანაირი გასაკალი რო არ იქნება ქვეყანაში და დაცლილია ქვეყანა მიდის ქვეყნიდან ხალხი არანაირი მოვლა პატრონობა არა გვაქვს ჩვენ რა თქმა უნდა ეს პატიმრობაზე უარესია პატიმრობაც ცოტა რბილი ნათქვამი ეს არის პროცესი როცა უკვე ალბათ ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობის მართლობებში მოქცევას და ის ყველა ბერკეტი რაც მოქალაქე შეიძლება ქონდეს თავისი პროტესტისა და წοφილის გამოსახატად ასე თქვა დააცენზუროს და ეს ცენზურა შექმნას ადამიანებისთვის ვინც კრიტიკულად არის განწყობილი თუ გვაქვს პრეტენზია იმაზე რომ ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყანა ამ ქვეყანაში ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ქონდეს საკუთარი გამოხატვის აზრი და საშუალება არ აქვს მნიშვნელობა ეს ვის მოეწონება და ვის არა. სიზმრის ებრძვის ისე ქართული ოცნება, იგივე ვთქვათ აგრესიას. სიზმრის ვერ ებრძვის ქართული ოცნება ებრძვის ჯანსაღ აზრს და აზროვნებას. აი ამას ებრძვის ხაზგასმით. მსგავსი მოდელები არის ჩრდილოეთ კორეაში, რუსეთში, ბელარუსში. აი ზუსტად კორეას რაც ხდება კორეაში, მგონი ის უნდა მოხდეს საქართველოში. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ახლა ჩანს ნახოთ ხო? ევროპისკენ ევროპაში მასეთი არ არის. ფაქტობრივად Facebook-ში ვინ რაც დაწერს, ამას აკონტროლებს ქართული ოცნების მთავრობა. რაც არ უნდა შეზღუდონ, მე მგონია რომ ადამიანებს გონებას ვერ შეუზღუდავენ. სადღაც მაინც გამოჩნდება და გამოჩნდება ის საზოგადოების ნაწილი, რომელიც აუცილებლად აქედან ვერ ამოშლი, როგორც არის, ვერ წაგვიშლიან, აზროვნებას ვერ წაგვიშლიან, იმ ყველაფერს ვერ შეგვიცლიან, რასაც ჩვენ ვფიქრობთ. მაგრამ ხელისუფლებამ უკვე თქვა დაგრძალა პროტესტი ქუჩაში, თქვა ქუჩის გადაკეთვა პროტესტის ნიშნად. ან ტროტუარზე დგომა და ამის გამო აჯარიმებს კიდევაც ან აპატიმრებს. საბოლოო ჯამში ყველა დიქტატურა ემხობა. ეს ჩვენ მსოფლიო ისტორიამ გვასწავლა. მიგრაციაში მყოფი ქართველები ხშირად აფიქსირებენ უკმაყოფილებას ქართული ოცნების მისამართი და იმის გამო რომ ისინი წერენ ამ მოსაზრებების პოსტებს Facebook-ში შეიძლება საერთოდ დაბლოკონ Facebook-ი, როგორც თქვა ეს ხდება რუსეთში ან ჩრდილოეთ კორეაში. ხედავთ ამ საფრთხეს? არაა გამორიცხული, მე ყველაფერს ვხედავ, არაა გამორიცხული რაღა ასეთი რაღაცა მოუვიდათ აზრად, რომ ხალხი უნდა დაპატიმრდეს სიმართლის თქმისთვის, რაღაცა თავისი აზრის გამოხატვისთვის, იქ ტროტუარზე რატო დგახარ, ამისთვის უნდა დააპატიმრონ ხალხი და რაღაცა, მე არაფერს არ ვრიცხავ. მე არაფერს არ ვრიცხავ, არ ვიცი, მაგრამ როდემდე გაგრძელდება იგი და ეს ხალხი როდემდე იქნება ასე წყნარად და შეხურე, მაგრამ დაიღალა ხალხი, იცით რა, ხალხიც მეწოდება, ხალხის მხარესაც ვიყურებ. რუსი რო იტყვის, ბესპალეზნა რო იტყვის, ხო, ისე დაიღალა ეს ხალხი და თქმასაც აზრი არ აქვს. რა აზრი აქვს? ეხლა ვთქვათ მე რომ თქვი რამე. ვინმემ გაიგონა შეცვლის რამე შერწყვება, გაწითლდება თუ რა აზრი აქვს? აი ამას არა აქვს აზრი. მაგრამ თანამოქალაქეები გაიგებენ, თქვენ ხო არიცით როგორი მოქმედებს სინდისი, მთავრობას უნდა კონდეს, მოსულ მთავრობას სინდისი, მას უნდა უყვარდეს თავისი ხალხი, თავისი ქვეყანა და უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ ხალხს შეუქმნას, მე არ ვამბობ ახლა უცებ ვერ გაგვამდიდრებდა და რაღაცა ელემენტარული პენსია იქნებოდა თუ რაღაცა იქნებოდა. 14 წელი უკვე არიან ხელისუფლებაში. 14 წელია ტროტუარებზე იდგმება სახლები.
ტროტუარებზე იყიდება ეს ბინები, მე არ ვიცი ვისთვის იყიდება ადგილობრივ ხალხს, მაგის საშუალება არ გააჩნია რომ ან თქვათ ბინა შეიძინოს ან რანაირად შეიძლება რომ გააკეთოს, როცა წამლის ფული არ აქვს ადამიანს, როცა აი შვილი ყავს, ავად, შვილი ყავს, ავად და ამას ეკონომიკური ზრდა გვაქვს ქვეყანაში 10%-იან ზრდაზე ლაპარაკობს. ნუ ახლა მაგი ალბათ კალაძეს აქ ჯიბეში ზრდა თუ არა, მე ზრდა არ დამინახია კანი ახლა. მე არ ვიცი ახლა. დამიჭირია ახლა კალაძე აგიგი თქვი სიმართლე და დამიჭირია. და დამიმტკიცე კიდევ რომ არაა ეს სიმართლე. ბათუმი ტუნელივით აქცეული, ბათუმელი ადამიანი ვარ და სად აი ვირთხარო შეძურება ისე გვიწევს შეძურომა ამ სახლებს შორის. მე მეტი ზრდა არაფერი ეკონომიური არ დამინახია, პირიქით გაიზარდა ფასები, პროდუქტების. მე ვერ გავიგი ახლა აქ რამე მე ტყუილი ვთქვი? არ ვიცი ეს როდემდე გაგრძელდება, ეს არის ჯალადობა მეტი არაფერი. მე 35 წელი ემიგრაციაში გავატარე. რამოდენიმე წელია ვარ დაბრუნებული და ალბათ უკან წავალ. მომავალ თაობას რა სიტყვებენ კაცო? კი, მათ ფულები მოკრივენ, დიდრათ არიან, კარგად არიან, იქ წავლიან, აქ წამოვლიან, მაგრამ ცოდვა ხო არიან ეს ხალხი, მომავალი თაობა. всё, ჩემი მატარებელი ჩავლილია უკვე, ასე ვთქვათ. მაგრამ მომავალ თაობას რას უტოვებენ ეს ახალგაზრდები ხო ცოდოებია. თან ეს რეჟიმები ხშირად გავს ხოლმე ერთმანეთს, ხო, როგორც ვთქვათ, რუსეთში არ იცვლება ხელისუფლება, ისევ არ იცვლება ხელისუფლება ბელარუსში. ხო, ეს ახალ ძველი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ისევ დარჩა ეს მეთოდი, რომ ესე იგი მოსული მთავრობა უნდა იყოს 20 წელი, 25 წელი და ხედავთ ამ საფრთხეს, რომ ჩვენ შეიძლება გავხდეთ მანდაც ისევ რუსეთის გავლენის სფერო და რუსეთის მაგ საფრთხეს ხედავ არა, უკვე ვართ ჩვენ. ხედავ არა. ჩვენ უკვე ვართ რუსეთში, ნუ ჯერ თამაში მიდის იქეთ რუსეთში, აქეთ ამერიკასთან, აქეთ იმასთან და საბოლოოდ ნახავთ, მე მგონი მოგჭყიპავენ როგორც ჭიანჭველას გასრისავენ, ბოლოს ისე გაგვსრისავენ და დაისვენებს ყველა. საუბარი არის საჯარო სივრცეების გაკონტროლებაზე, მათ შორის Facebook-ის გაკონტროლებაზე, ვინ რას დაწერს, ხო? ახალ სამმართველოსთვის ქართული ოცნების მთავრობა რას ფიქრობთ ამაზე? არ ვიცი, ზოგადად ძალიან რთული საკითხია, იმიტომ რომ ხედავთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ხედავთ ბავშვებს, მშობლებს, რომლებიც გარეთ არიან გამოსული, ითხოვენ წამალს და მთავრობის პასუხი არის, რომ წამის ფული არ აქვს და ახალი სამმართველო თავის მხრივ ითვალისწინებს და ნიშნავს იმას, რომ შეიქმნება ახალი რაღაც სტრუქტურა, ახალი თანამშრომლები, ახალი ხელფასები, ახალი ინვენტარი, ახალი მანქანები და მსგავსი ფინანსური, ასე ვთქვათ, დანახარჯები მგონია არამიზნობრივი აი ქვეყნისთვის რა, ანუ რისი მომტანი შეიძლება იყოს ეს საზოგადოებისთვის, მე პირადად არ მესმის და რაში სჭირდება ეს ქართულ ოცნებას თქვენ დაკვირვებით? ახალი სამმართველო შსს-ში. ალბათ იმისთვის, რომ იმ ადამიანებს, ვინც მათ პოლიტიკას და შეხედულებებს ეწინააღმდეგება, უფრო მეტი დისკომფორტი შეუქმნან და მათთვის ცხოვრება უფრო რთული გახადა. შეუძლია დააპატიმრონ კიდევაც ადმინისტრაციული წესი, თუ კი თქვათ მიიჩნევთ, რომ თქვათ თქვენ დაჭერთ პოზს, გააკრიტიკებთ ქართულ ოცნებას და მიიჩნევს შსს, რომ ეს არის შეურაცხმყოფელი და თქვენ აგრესიულ რიტორიკას იყენებთ, მაგალითად შსს-ს წინააღმდეგ. თუმცა შეიძლება შეიჩქევითი სამართალის პრინციპიც მოყვეს თან და ვისაც უნდათ როგორც უნდათ ისე გამოიყენო, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით თუნდაც პრეზიდენტი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებდა ადამიანებს და არანაირი რეაგირება არ ქონია თამაშთან დაკავშირებით. შეიძლება შემდეგი ეტაპი იყოს საერთოდ Facebook-ის დაბლოკვა, როგორც ეს რუსეთში მოხდა. კი, რატომაც არა, ეტაპობრივად ზოგადად ადამიანის ფსიქიკა ის იყალიბდება, რომ პატარ-პატარა შეზღუდვებით უკვე ადამიანი რაღაცა ნორმებს ეგუება და ნახეთ უკვე აქციების შედეგებით რაც იყო და ადამიანებს ჰქონდათ ის ემოცია, იწუხილის პროტესტი, მაგრამ ნელ-ნელა რაღაცა შიდა ფორიაკმა მიიძინა და ალბათ მასაც მსგავსი ეფექტი ექნება და ქართული ოცნება ჩემი აზრით სწორედ ამას ელოდება მოსახლეობის მხრიდან რა. თავიდან იქნება რაღაც კონკრეტული პროტესტი, რაღაცა შეძახილები, მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში მორჩილად მიიღებს ქართული ხალხი ჩემი აზრით. ანუ ინტერნეტ სივრცეში თუნდაც რომ გააქრონ პროტესტი, იქაც არის მოდეს პროტესტის ხმა. აი თუნდაც ის რო იყო რა ქვია. ლეგიტიმურები ვიწოდეთ რა, შეიძლება ვიღაცისთვის ეს ადამიანი მართლა იქნება ლეგიტიმურები და ვიღაცებისთვის არ იყვნენ, მაგრამ აი ესეც მაგისკენ არის და მიმართული საბოლოო ჯამში რომ ჩვენი ნება შეზღუდვა რა, ვისაც შეიძლება რაღაცა პროტესტი ქონდეს. არ მგონია რომ რომელიმე მთავრობა მისამნე იყოს კეთილობაში ადამიანებისათვის ყოველთვის თანაბრად მოსაწონები იყვნენ და ეს პროტესტი უძღვნება უცნაურად ექნება ვიღაცას მომხრესაც და არა მომხრესაც და საბოლოო ჯამში შეიძლება ეს სულაც მათ მომხრეებსაც შეიყოთ ისე რომ ამის გააზრებაც კი ვერ მოასწრონ თორმად.
სიძულვილის ენასთან ბრძოლა სულ სხვა რაღაცაა და აკონტროლო შენი მოქალაქეების თავისუფალი აზრი, ეგ კიდე სულ სხვა რაღაცაა. მაგრამ მიღებული აქვს კანონი გასულ წელს მიიღეს ადმინისტრაციულ სამართლებრივ კოდექსი დაამატეს ერთ-ერთი მუხლი რომელიც ითვალისწინებს საჯარო მოხელის შეურაცხყოფას. თქვა თუ კი შენ მოიხსენიებ შეურაცხყოფელი ფორმით მოსამართლეს ან თავის პარლამენტის თავმჯდომარეს ან ყაველაშვილის პრეზიდენტს, ხო? ამის გამო დაგეგისება პასუხისმგებლობა, ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა. ხელოვნე შეამოწმონ, ანუ ახალ კანონს კი არ იღებენ. სამართველო იქნება, ახალი უწყება იქნება, რომელიც ამას გააკონტროლებს. თქო თქვენ სივრცეში შემოვლენ, თქვენს Facebook გვერდზე ხომ არ წერთ რამე შეურაცხყოფელს, მაგალითად რომელიმე საჯარო მოხელის, რომელიმე თავმჯდომარის პირის მიმართ. მოდნი საერთოდ არ მაქვს რომ სიძულვილის ენასთან ბრძოლას რამე შედეგი ექნება და ჩვეულებრივად მგონია რომ ეგ კომისიაც არის ერთ-ერთი ფულის მახე ეგრეთ წოდებული და მეტი არა. რატომ ფიქრობთ ასე? იმიტომ რომ იგივე იყო ფასების შემცირების კომისიაზეც კომისია შექმნა შედეგი რა დადეს რომ ჩვენ არ შეგვიძლია ფასების შემცირება და კიდევ ერთი არასეთი კომისია რომლის შედეგი ნული იყო და მეტი არაფერი. ეხლა ის მშობლები ვინც ქუჩაში დგანან და ბავშვებისთვის წამალს ითხოვენ და ამისთვის ამაყრომ 5 მილიონს თუ მილიარდს უბრალოდ ვერ დახარჯავ ვითომ და იმიტომ რომ ეს მოსახლეობის ფულია და შენ თვითონ მილიონიან მანქანაზე ზიხარ ეს ყველაფერი მარაზმია და მეტი არაფერი. თუ თქვა დაწერთ Facebook-ში რომ ეს მარაზმია, რასაც კობახიძე ამბობს. პასუხისმგებლობაში შეუძლიათ რომ ვიცი, ეგ ვიცი. ხო, და ეს რა მიზანი, რა გაზრდა ხო აქვს ქართულ ოცნებას თქვენი ეგ ჩემი თავისუფალი აზრია, ხო სწორია, რა მიმაჩნია მარაზმად და რა მიმაჩნია სწორად. თუ ამისთვის მიჭერ, ესე იგი გამოდის რა? თავისუფლებაზე ჩემს აზროვნებას შევიდა. ხედავთ იმ საფრთხეს რომ შეიძლება საერთოდ დაბლოკონ თქვენ Facebook-ი, როგორც ეს რუსეთშია მაგალითად. კი, და ინტერნეტის გაგვითიშავენ ჩვენი ერთ დღეს. თქვენ მაგალითად იყენებთ Facebook-ს რა თქმა უნდა. და Facebook-ში თუ თქვენ გააკრიტიკებთ ქართულ ოცნებას, შეიძლება ამის გამო დაგაჯარებონ ან დაგაპატიმრონ ხო და ადმინისტრაციულად. შეიძლება უკვე ხმის მიცემა, უკვე ხმის ამოღება მიცემა კი არა არ შეიძლება უკვე ესეთი რაღაცა ხდება საქართველოში, რომ ეს თავისუფალი საქართველო ქვია, მაგრამ არ არის თავისუფალი. ანუ სიძულვილის ენას იყენებენო აგრესიასო და ამიტომაც უნდა გავაკონტროლოთ, ესეთია არგუმენტაცია. რატომ ქართველები აგრესიული? მე ევროპაში ვიცხოვრე 20 წელი. ემიგრაციაში იყავი? დიახ, მაგრამ იქნე ასეთი აგრესიული ქართველები, აგრესიულები ვართ. მეც ვარ, რაც ჩამოვედი მაგის მერე. იმიტომ რომ ასეთ სიტუაციას გვიქმნიან თვითონ, რომ ვიყოთ აგრესიულები. საქართველო რო იყოს თავისუფალი საქართველო, ხალხისთვის რო იყოს მთავრობა, ხალხი ასეთი აგრესიული არ იქნება. ვერ წუდებიან ევროპაში ემიგრანტებს, ხომ მაგალითად მიაწვდიან მეტი რა უნდა შევწყვო. 20 წელი ჩემი შვილები ისე გაიზარდა, რომ შვილების დანატრებულებები და შვილები დედას დანატრებული. მაგაზე უფრო მეტი როგორ შეიძლება მიგწვდებიან. ფეისით ვერ მოგწვდებიან ჩვენ იქ. ამიტომ შეიძლება დაბლოკონ Facebook-ი. ჩვენი Facebook-ები საქართველოში დაბლოკონ და ქართველები რომ ესეს გავიგებენ რომ ბანკი დამხნის რო ვაგზავნით, უნდა გაგვიკონტროლონ მაგი. ჩვენ ოჯახებში რო ფულებს არ ვაგზავნებთ. როგორ შეიძლება იყონ იცხოვრო? არ არის საქართველოში. აქ რატომ მოვედი, ისევ უნდა წავიდე. მოვედი, ისევ უნდა წავიდე. რამდენი ხანია რა ჩამოსული ხარ? მე ახლა ვარ 50 წლის მაგალითად. 2 თვეა ჩამოსული ვარ. 50 წლის ხალბატონი მივედი სამსახურზე მაგალითად ყველგან, მაგრამ მithres რომ 50 წლისას უკვე პენსიონერი არ ვარ. 50 წლისას სადმე არ მივიღებ. რა გავაკეთო? იქ რაზე მუშაობდით ჰოლანდიაში? ყველაფერზე ქართლებში. იქ თუ გვიღებენ, იქ თუ მუშაობთ მაგალითად ფაბრიკებში, ქართლში ყველგან რა ვიცი რა გითხრა, მაგალითად მე ნამცვრის ცეხში მუშაობდი, სოკოს დაფასოებაზე მუშაობდი, ენერგეტიკულებზე მუშაობდი, ბევრ რაღაცაზე მუშაობდი. ჩვენაირად მასე ქართველები და თუ იქ ვართ გამოსადეგი ამწლოვანების საქართველოში რატომ არა? რატომ არა აქვს საქართველოს ისეთი რამე, რომ ჩვენ მე მაგალითად ჩემი წლოვანების ქალბატონებმა მამაკაცებმა არ აღნიშნულობა ვიმუშაობთ ხელფასზე. ეხლა ორი თვე რა ჩამოხვედით, ხო? დაპირებდით დარჩენა საქართველოში. დარჩენა დაპირებდი, მაგრამ გასაცახვედრო სიგიჟეს, რაც რომ უნდა იყოს თბილი საქართველო, მე ისეთ სითბოს აქ ვერ ვხედავ. არ არის აქ. ხალხისგან გამომდინარე არა, მთავრობისგან გამომდინარე. მთავრობამ გაგვაცია. მაგალითად იძახიან ჰოლანდიაზე, რომ სოფლიოში ხალხი ადამიანები არიან უბედნიერესები. ჭაობში არის ჩაფრულიო ევროპაო, მათ შორის გერმანია ჭაობშია ჩაფრულიო და ვინ არის ჭაობში, მაგენი თუ ჩვენ? ვინ არის ჭაობში დღეს? მაგენი თუ ჩვენ? არის საქართველოში ისეთი ოჯახი, ვისაც ბანკის ვალი არა აქვს? ახლა გადავიბარგოთ იქ. მაგენი გვარჩენენ ჩვენ ფაქტიურად. ამდენი მილიონი ნახევარი საქართველოს წასულია იქიდან, ევროპიდან და მაქედან შემოსული თანხა რო არ იყოს.
საქართველოში საქართველო კიდევ უარის მდგომარეობაში იქნებოდა. ისთვის იქნება ახალი სამართლო თქვენ რა განცდა ზუსტად ახლა უსმენდი YouTube-ზე საბჭოთა რეჟიმზე და მის მეთოდებზე გადაცემას, ესე ვთქვათ. და ეს ყველაფერი მაგონებს მსგავს მეთოდებს, საბჭოთა მეთოდებს, ადამიანების გაკონტროლების, აზრის კონტროლის მცდელობას, რომ ჩაახშონ თავისუფალი აზრი ქვეყანაში და არავის აღარ ჰქონდეს, ესე ვთქვათ, აზრის დაფიქსირების სურვილი, პროტესტის გამოხატვის სურვილი და იმაზე ხმამაღლა საუბარი, რომ ხელისუფლება უნდა ემსახურებოდეს ხალხს და ხალხის ინტერესებს უნდა უთვალისწინებდეს. ანუ ფიზიკური პროტესტის აკრძალვის შემდეგ თქვენ ფიქრობთ, რომ ეხლა ცდილობს ქართული ოცნება, რომ ეს პროტესტი აკრძალოს სოციალურ ქსელებში, ვირტუალურ სივრცეში? რა თქმა უნდა, ნებისმიერი მეთოდით ეცდება, რომ გაიმყაროს, ასე ვთქვათ, ძალაუფლება, ჩვენი არალეგიტიმური ხელისუფლება, მაგის მცდელობები ამას ემსახურება მოკლედ. სიძულვილის ენას ვებრძვიო და აგრესიას, ასეთია ქართული ოცნების გამარტებები, თქვენ იგივე ირაკლი კობახიძის ან მამუკა მდინარაძის, ამას რა შეგიძლიათ რა თქვა, რომ აი სიძულვილის ებრძვის ქართული ოცნება. ცოტათი ისეთი საკითხია, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება გულისხმობს როგორც პოზიტიური აზრის დაფიქსირების უფლებასაც, აგრეთვე იმასაც, რომ ნეგატიური, კრიტიკული აზრი გამოთქვა მთავრობის მიმართ, რომელიც რეალურად ჩვენი მსახური უნდა იყოს. როცა ქართული ოცნება ლაპარაკობს იმაზე, რომ ის თითქოს მუშაობს სიძულვილის ენის აღმოფხვრაზე და აგრესიის წინააღმდეგ იწყებს მუშაობას, ამ დროს თავად ქართული ოცნების ლიდერები ძალიან ხშირად გამოირჩეოდნენ სწორედ აგრესიით, თქვა, ხო, გვახსოვს იგივე კახი კალაძის ცნობილი ფრაზა, თაწმინდაზე ავიდენო და იქიდან გამოეკანონო, ხო? ან პირდაპირ გინება, თქვა, მიხეილ ყავალაშვილისგან, გინება და ცემატყება პარლამენტში, ხო, იგივე თითო სამხარაძისგან. ეს აგრესია ჩვენ არაერთხელ გვინახავს ქართული ოცნების, ხო, იგივე ტროლების და ბოტების ქარხნები, ხო, მათი შექმნილი და წარმოებულია, ხო? სწორედ იმიტომ, რომ აგრესიას შეუწყონ ხელი ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც არის კრიტიკულად განწყობილი ქართული ოცნების მისამართით. და ამ მოცემულობაში რას ნიშნავს ეს განაცხადი ქართული ოცნებიდან, რომ თითქოს ის ებრძვის სიძულვილის ენას? ცალმხრივია ყველაფერთან ერთად ეს მათი დამოკიდებულება და თუ კი აპატიებათ მათ ძალაუფლების მქონეებს, რომლებსაც პირიქით თმენის ვალდებულება და მეტი პასუხისმგებლობა აქვს საზოგადოების წინაშე აღებული და მათი პასუხისმგებლობა პირდაპირ იმას გულისხმობს, რომ ადამიანებს მოусმინონ, მათ შორის მაშინაც, როცა მათი აზრი კრიტიკულია და მათთვის შეიძლება მიუღებელი და აუხსნან კომუნიკაცია იქონიონ მათთან, ამის მიუხედავად ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი ცალმხრივ ფორმაში და ჩარჩოებში მოაქციონ, სათავისოდ გამოიყენონ, ასე ვთქვათ, ის ძალაუფლება და ბერკეტები, რაც ახლა მათ აქვთ, სასამართლოს და პოლიციის სახით, რომლებიც პირდაპირ მათინების და ესე იგი ტირანული რეჟიმის გამტარებლები არიან და მსახურები. არის სწორი ესეთი დამოკიდებულება, ვფიქრობ, რომ ყველას აქვს უფლება, რომ გააზიაროს ის, რასაც ფიქრობს. თუმცა ახლა ყველაფერი ცოტა ისეთი გამონათქვამია, თავად გამზიარებელმაც უნდა იფიქროს, რასაც აზიარებს და ზომიერების ფარგლებში მგონი მოქცევა ყოველთვის კარგი იქნება. შესაძლოა იქნება ახალი სამართლობა, რომ გააკონტროლოთ Facebook-ში ვინ რას წერს და ეს სწორია? უნდა იყოს თორე კონტროლი Facebook-ში რაც დაწერთ მაგალითად თქვენ. არ ვიცი, არა. უნდა გაკონტროლდეს? არა. და რო აპირებენ ამას? და ჩემი თქმით აღარ დააპირებენ? კარგი იდეაა. იმიტომ რომ უკვე ძალიან ხალხი არის არეული და დაპირისპირების საგანი რო არ მოხდეს. ხშირად ყოფილა ესეთ შემთხვევა, რომ კომენტარებში ესეთ რაღაცა მიგითხია, რავი, მომინდა რომ იქ რო ახლოს რო ყოფილიყო, არ ვიცი რას ვიზამი რა. ამიტომ ჯობია ყველა თავშეგავებული იყოს, გაწონასწორებული. მაგრამ თუ ამის გამო თქვა ვიღაცას დააპატიმრებენ, სიზუვილი გაქრება ამის? ისე უნდა დაალაგდეს თავრობა იმიტომ და ხელისუფლება იმიტომ, რომ ისე უნდა მოახდინოს ამ კანონის ჩარჩოში, რომ არც მოქალაქის ინტერესები დაირღვეს, არც ერთი მხარის და არც მეორე მხარის, რა. უნდა იყოს სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე და არა რომელიმე კონკრეტული თქვა პიროვნების პერსონალურად თქვა მის სასიკეთოდ, რა. უნდა იყოს რაღაცა უფრო შუალედი და ამისთვის იმიტომ ამთავრობა რომ კანონი მიიღოს შესაბამისი. უზრდელური სიტყვები მარტო საჯარო სივრცეში და Facebook-ზე კი არა. ქუჩებშიც უნდა აიკრძალოს. აი ქართველი კაცი რომ გაევის და ჩემი დედაო და დანარჩენზე აღარ ვამბობ. ეს და მიხეილ ყავალაშვილს რომ იგინებოდა პარლამენტის ტრიბუნაზე და ასე დაჯარიმება უნდა იყოს იმ დონის. და ფიქრობთ რომ იმათ დააჯარიმებენ? უნდა ნუ არისო ეხლა ხუნძი იძახეთ რომ უნდა რაღაცა ახალი შევქმნათ რა. მოდი დაჯარიმება თუ დავიწყოთ.
ხო და ასეთი დაჯარიმებებით როგორ ფიქრობთ ვის დააჯარიმებენ ქართული ოცნების ლიდერებს რა მნიშვნელობა ყველა უნდა დაჯარიმდეს ან ცემატყებით არიან არა დაკავებულები ყველა უნდა დაჯარიმდეს რა მნიშვნელობა ჩვენი ქვეყანა უკვე მიემართება კორეის მიმართულებით საშინელი კომუნისტური კანონებით ბრუნდებათ. და როცა ქართული ოცნება ამბობს რომ მესეძულვილის ენაზე მექნება რეაგირება სინამდვილეში რა იქნება მე მგონია რომ ეს მათ უნდათ უფრო მათ სასიკეთოდ გამოიყენოთ, თუმცა ვფიქრობ უფრო მეტად დააზარალებთ, იმიტომ რომ ყველაზე მეტი ბოტი არის ჩემი აზრით ქართული ოცნების წარმომადგენელი. ჯერ ერთი რაღაც მგონია ბავშვური ძალიან ელემენტარული რაღაც ამის გაკონტროლებას ვერასდროს ვერ შეძლებენ. ეს არის ძალიან რთული და ძალიან ძნელი იქნება ყველა ადამიანს თუ არ აუმაღლდათ ეს შინაგანად რაღაც ღირებულებები და განათლება თუ არ მიეცა ადამიანებს აკრძალვით ჩემი სოლის საქალებში რო იყო მსგავსი რამ გინებას აუკრძალავ მივესალმებ თუ გინებას აკრძალავენ და თუნდაც ეს იქნება შეზღუდული მაგრამ ეს უნდა მოდიოდეს შინაგანად და არა რაღაც კანონებით იმდენად მშიერია ჩვენი ხალხი იმდენად გაჭირვებულია იმდენად გაღიზიანებულია ყველაფერზე ამ გაჭირვებამ მოიტანა ეს ყველაფერი რომ ამ ყველაფერს ჭირდება უბრალოდ კარგი წელში გამართული სახელმწიფო და არა ის რომ მაგალითად ვიღაცას რაღაც აუკრძალოთ ჩვენ გვჭირდება პროდუქტებზეც ფასდაკლება ჩვენ გვჭირდება რაღაც უფრო მეტი შეღავათი ცხოვრებისეულად რომ არ გაგვიჭირდეს ახალგაზრდა ადამიანებს და არ მივდიოდეს სხვა ქვეყნებში